საქართველოს გაუმარ ცეკვა ეგა შენ გენაცვალე ოს კვლავ აეროპორტში ვარ დღეს გვაქვს ფრენა ერთ-ერთ ევროპის დედაქალაქში ჩატარდება ევროპის თასი არის UWW წესებით იქნება იქ ჩვენი ნაკრები დაგხვდება სამწუხაროდ ბიჭებთან ერთად ვერ გავფრინდით თბილისიდან იმიტომ რომ ყოფილი საზღვარგარეთ მაგრამ არა უშავს რამოდენიმე საათში მაგათთან ვიქნები გადავიღებ vlogs ალბათ უგამოიცნობთ რომელ ქალაქში იქნება ეგ შეჯიბრი მომზადებამ ჩაიარა მშვენივრად ვარ განწყობილი რომ გავიმარჯვო და ყველაზე მაღლა აფრიალდეს ჩვენი დროშა არ დაიზაროთ გამოიწერეთ არხი Seven chuggeters, right? Oh, I am not going to get from the tour the day. აი, კიდე ერთი ნაკრების წევრი, გამარჯობა. გაიცანი აბა, მაყურებელს. მე ვარ ნიკა მუშკუდიანი. რომელ წონაში გამოდიხარ? 84. ო, პირველი გამოსვლა არის, ხო? პირველი არის საერთაშორისო გამოსვლა. ამ ხელა ტურნეზე ჯერ არ გამოსვლა. აი, წარმატებები, გახსნებული ვარ ხვალ. ყველანი გავიმარჯვებ და აბა, მოდი ჩანს. აი, ხარი მოდი. ცეკვა. ეგა. აბა რა ხვალ. ოღონდ ვეღარ იქეცება. ეს ემოში ხაიკი რო გააკლა. ხაიკი რა, ლოგი კიდე თავში მოხდება. თავის ტრეინერია და გათიშო. საქსოასი თული იქნება. აა, ფეხსაც მართლა რო შოუ. 50. რატომღაც არის ხოლმე რომ ფეხაც ვეძე ჩემი ზომა სულ არის რაღაც ტრანსფერებში. მაგას ბიჭო, ბახილებს უყალბურთელებს. ყალბურთელი ხო მაგას სანდრო, ბახილებს ვერ ვიცნობ ეს. რა ბახილებს? ანუ რომ მეუბნება ბახილებს. მე როგორ ვიკითხე, წინდა ვიცვე და უკინდა ვიცვე. ჩამოვედით. პირველ სართულზე საწონად.
აბა ჯიმ შერაზმაძე An może go wpisać do góry. ბედნიერი კაცი ხარ ჯიმი? ბედნიერები. რა განახოთ მეგობრებო? მედიკაი სანახავი ჯერ ნახე. როგორ უნდა მივხვდე ეს რა ქალაქი? ო, ქართველი ხარჯო. Ребятки. აბა ორიოდენ და კომენტარი ჩვენი გამომწერლებისთვის. რა ვიცი, AGP-ის დარიგებით, რა ვიცი, ყველაფერი მოხდა როგორც მოსახდები იყო. კაი შევ მივიღე დღეს კაი გაკვეთილები ვისწავლე. ძალიან მაგარი კაცი ხარ, აი ბრძოლასაც დავდებთ, ძალიან მაგრა იჭიდავე, გილოცავ. აი კიდე ერთი მებრძოლი საქართველოს ნაკრებს. სად მივდივართ ახლა? ეხლა მივდივარ ჯიმის ფინალამდე, უნდა გავიხსენოთ. აი ეხლა მე შენ გაგახსენე სოფლიოზე როგორც ვენოვე. მე უკვე ვიცი რომ შენ მოიგე. და მე უკვე ვიცი რომ შენ ჩემპიონი გახდები და დღეს აუცილებლად კიდე ერთხელ ქართული დროშავა ყველაზე მაღალ საფეხურზე გვასვევი. ზუსტად მაგის გამო გავდივართ ახლა სტუმროში რომ დროშა გავიხოთ. კი, დროშის მოსაყანად გავდივართ რომ მოიგებ ჯიმი წვედა არტყას. და ყველას ანახოს რომ ქართველმა მოიგო ოქროს медаლი და მე პარსპორტზე დროშა. როგორ შენ ბუში შემოგივლით? ხომ არა. შენ დღეს უფრო მნიშვნელოვანია. აუ ბუშინ არის ოით. ბუშინაც медаლი აიღე შენც მო. ალლაზე მაგარი ესა მაგა ინტრიგანობა არ გამომდის მაგრამ არა რა ქალაქია? აი მოდი მოდი ესე ვთქვა. ქალაქი არის ძალიან, აი მე ჯეჯოდაც ნახე. ძალიან სუფთა, წყნარი, ისეთ აი ესე ოდნავ ამბობ ფოსადას კი ბატონო. კი, ევროპის დედაქალაქია. ევროპისთან რაღაც შუაში ვართ. აი სუვინა აი ხარო გავუვათ აი ეს უკანაწილი არა. ხო, კათოლიკური ეკლესია, ხო? კი ბატონო. აქ არის ინტერნაციონალური სკოლა, შეგიძლია ეგეც ანახო. ბრიტანული სკოლა არის. მანქანის ნომრები არ ანახო, იმიტომ რომ აწერია. აი ეგრე გუშინში ხო გადავიღე და დიდი ასობით ეწერია. ეუნე ძალიან ცუდი ინტრიგანი ვარ მე. არა უშო. შენ გენაცვალე
ეხა მითხარი, როგორი შეგრძნება არის, თუმცა შენი გამო საქართველოს დროშა არის პირველ ადგილზე. ჩვენი დაუვიწყარი. მით უმეტეს ადამიანი, რომელიც მიგრაციაში არის დიდი ხანი. კი ბატონო. ეგ არის წარმოუდგენელი, აი ძალიან ბევრი შეშიფრე მაქვს მონაგები. 15 წელია ვჭიდაობ, მეტი 20 წელია სადღაც ვჭიდაობ და ძალიან ბევრჯერ ვარ ანუ ტურელაძის ანასვლელი და ისეთი შეგრძნობა არ მიგრძნია, როდესაც ვიგებ დროშის ქვეშ, იმიტომ რომ ჩვენ სახეობაში იცით, რომ არის კომერციული, არის არაკომერციული. როდესაც კომერციულს იგებ შენი სადაც ვარჯიშობ, ან კლუბის სახელით გამოდიხარ. გამოდიხარ ქვეყანას წარმოადგენს და ანუ ძალიან ანუ ისეთი გრძნობა არის, რომ ანუ დაუვიწყარი. და ყველა სპორტსმენს უსურებ, რომ იგრძნოს ეს. თან ეხლა ცოტა ხანში მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს და სერბეთში, ძალიან დიდ იმას ჩაუყარე შენ საფუძველი. აბსოლუტურად, ვიქნებით ყველა წონაში თითქმის და გვაქვს ძალიან დიდი იმედები. დაწყებული დავით ზედგენიძედან დამთავრებული სანდრო თევზაძე, ალექსანდრე თევზაძე. 128 ხრავენ აქვს არა? ჯერჯერობით არა. აი, ამიყო თუ გააგზელეს ბიგმაკების თამაში შეიძლება 20. რამდენი ბურგერი ვჭამე გუშინ და გუშინ. მე მეგონა, ანუ შიოთას გავა გუშინ. ხალხი ვინც ბევრს ჭამს მაგრამ მინახავს მაგრამ. შენ ძმაო, იმენა არ ყან პრესია აქვს. შოულები რა 1 2 3 4 5 6 ბურგერი. სამი რა პონჩი აქვს. ანუ 2 ანუ 4 6 არ 4 ქონდა და გუშინ გაუქრა ერთი. მეოთხე ბურგერისთვის რა. კენტი პრესი რა პონჩი. მოდი მაშინ შენს გვითხარი ხა 1-2 სიტყვა აგერ. ბრინჯაო აიღე შენ სადებიუტო შეჯიბზე უცხოეთში გასვლით და ეგრევე მიდალი. ველიქში ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება. ნუ თვალის დაუდგეს გვერდზე. ანუ ალბათ ესე უყურებ რა როგორც დიდი გამოცდილება. მე უკვე დანარჩენი ყველაფერი ჩვენ მონდომებაზეა, ჩემ მონდომებაზე როგორანაირად იქნება. მოვალში გაუმჯობესდება თუ არა შედეგი და უფრო კარგად ვჭიდაობ თუ არა რა. თავარია მონდომება. კი ბატონო, ღვთისმსწავლობით ყველაფერი კარგია და საბოლოოდ თქვენს გვითხარით 1-2 სიტყვა, თუ როგორი ამაკი ხართ, რომ თქვენმა მოსწავლემ პირველ შეჯიბრზე აიღო ოქროს медали, რა მოლოდინები გვაქვს შემდეგ შეჯიბრებზე და ასე შემდეგ. აი, მე ხო სპორტსმენი ვარ, გამოდიოდი შეჯიბრებზე მონაწილეობდი და პირველი შემთხვევა იყო, რომ გზნოვდი იმ ვალდებულებას, რომ მე თქვათ რაც შევძელი, რაც შემეძლო, რომ თქვათ გადამეცა ის ცოდნა, რაც მქონდა იმ ადამიანისთვის, ის რომ გამოდიოდა ამ ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან დიდი ემოცია იყო ჩემში, ან ძალიან განვისდიდი და მაშინ რაც გითხარით, რომ თავის ემასლებოდა, რომ ვერ ვაზროვნებდი, იმიტომ რომ ჩართული ვიყავი შიგნით თითქოს იმ მომენტში, როცა ჭიდაობდა. ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩემი სპორტსმენობის ცუდი ასპარეზობა გამოვიწყა ნიკას. ხო, ნიკას გმირობა სახეზეც ეთყობა, თუ როგორ გმირულად იჭიდავა, როგორ შეეხლა. აი, თლიანად გამოვიწყდა ჩემი წაგება გუში. ნიკამ რო ესე კარგად გაართვა თავი. იმიტომ შენ არ წაგიგია. ხო, ნუ ძალიან მაგრად მონაწილეობა ნიკამ, ძალიან მაგარი შედეგი დადო, შავქამრებთან იასპარეზა და ამაყი ვარ ის რომ გვერდში ესეთი ადამიანი მიდგას და ერთად ჩაუყარეთ ამ ყველაფერს საფუძველი რა. ძალიან კარგი. გილოცავთ ბიჭებო ყველას, მომილოცავს. მოდი, დაიცადე. თქვენი კომენტარი. ჩემი კომენტარი არის რომ ყველასთან გამეხადოთ მომ შენი მუგი მოხდეს, იმიტომ რომ ძალიან იმსახურებდი ძალიან დიდი ხანი ამას. შენი ოქროზე მოგვითხარი. და კიდე ერთს ვიტყვი რომ კიდე გამეხარდა რომ ბატონმა ნიკოლოზმა მოიგო. ბრინჯაო ხო, იმიტომ კი არა რომ ბრინჯაო მოიგო, იმიტომ რომ მოიგო და медаლი. ძალიან დიდი мотивация სტიმული იქნება ეს ამ კაცის სოფლიოს ევროპის ჩემპიონატში. ძალიან დიდი პოტენციალი და ტალანტი აქვს და ჯერა რომ რაც ყველასთან მიხარია რომ საქართველოს ნაკრები იყო 1-2 კაციანი რამოდენიმე წლის წინ. და ეხლა ისე გამოჩნდა თითქმის ყველა წონაში მყავს საკმაოდ კომპეტენტური ესეთი მოჭიდავება. გენაცვალე უმაგრესი გულის ადამიანი ხარ სადრო კოცი. ყველა თქვენ გენაცვალეთ მე. მეგობრებო, რახან აქამდე მოხვედით, ეს ნიშნავს, რომ გაინტერესებთ. ამიტომ ვფიქრობ, თქვენგან subscribe-ის დამიმსახურე. თანაც უფრო მოვიგე. ასე რომ, არ დაიზაროთ, გამოიწერეთ არხი.
მე და ცოტნე ერთს გავიყოთ ესე რა. აი, აი ეს არის რაც არის და რაც არის. დამხვდნენ სახლში მეგობრები, ძმაკაცები, მშობლები, ცოლები, შვილები, ყველანი და ეხლა აღნიშნავთ. აბა გაგიმარჯოთ და გაუმარჯოთ საქართველოს. საქართველოს გაუმარჯოთ!